ანტიკორუფციული ბიუროს სახელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი საჯარო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. სამუშაო შეხვედრის მიზანი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების პრეზენტაცია. კანონი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის ძლიერდება მამხილებლის უფლებები. კერძოდ ნებისმიერ პირს ექნება უფლება საჯარო დაწესებულებაში ამხილოს კორუფცია. კანონი მის ანონიმურობას უზრუნველყოფს და ასევე იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ინფორმაცია არ დადასტურდა, მამხილებელს სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. ცვლილებების კიდევ ერთი მიმართულება საჯარო სექტორში ერთდროულად რამდენიმე თანამდებობის დაკავება, თუმცა იარსებებს გამონაკლისი სფეროებიც, ასევე მრჩევლის პოსტი აღარ იქნება ანაზღაურებადი. ცვლილებები სექტემბრიდან შევა ძალაში. სამუშაო შეხვედრა ხვალ უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გაიმართება. მამხილებელი არის ნებისმიერი მოქალაქე, მამხილებელი არის საჯარო დაწესებულებაში მომუშავე პირი, რომელიც ამხილს კორუფციულ ფაქტს კონკრეტულ საჯარო დაწესებულებაში. აქ ანტიკორუფციული ბიუროს როლი ამ განხილვის პროცესში ძალიან მნიშვნელოვნად იზრდება. ასევე ჩვენ დღეს გვექნება ანტიკორუფციულ სტრატეგიასთან დაკავშირებით საუბარი, თქვენ იცით, რომ ნებისმიერი ცვლილება, საკანონმდებლო ცვლილება და ამ ცვლილებების იმპლემენტაცია დღეს დამოკიდებული არის საჯარო მოხელეების, ესე ვთქვათ, და მათ ზურგზე გადადის ეს ყველაფერი. შესაბამისად, მათი ჩართულობა ყველა ეს ამ რეფორმაში არის მნიშვნელოვანი. ეს ბოლო ცვლილებები, რომელიც განხორციელდა და იგეგმება ჩვენი ხელისუფლების მიერ, ეს ბუნებრივია გააჯანსაღებს გარემოს, უფრო მარტივს გახდის ბრძოლას, პრევენციას, კორუფციულ რისკების მაქსიმალურ შემცირებას გამოიწვევს. ჩვენი უწყება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კი ბუნებრივია ერთის მხრივ მჭიდროდ თანამშრომლობს ანტიკორუფციულ ბიუროსთან ამ კუთხით და მეორეს მხრივ ბუნებრივია მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან.